ზურაბმა ცხენი შეაჩერა და მუზარაძე შეისწორა მოოქროვილი ისარი. ხელი დინჯად დაიდო საგვარეულო ხმლის ვადაზე. წინ მოსჩანდა მრისხანეს ხვილოს ციხე. მიუვალი ოთხკუთხა კოშკი რომ წამოეწია როგორც მოწინავე მებრძოლი. ქვითკირის გალავანში კოშკებს შორის მოჩანდა ციხე დარბაზი და ეკლესია. ჯვარს თავს დაფრიალებდა ფირანა მილახურის დროშა. სხვილოს ციხეში, თავადა მილახვართა საგვარეულო ციხეში სტუმრებს ელოდნენ. გუშაგების სწრაფად აღებდნენ ალაყებს და ორმწყრივად ეწყობოდნენ. ციხე დარბაზში დიდი ამბით შეხვედრამ ზურაბ არაგვის ერისთავი დაარწმუნა, რომ ფირანმა და თავადებმა სრულიად არაფერი არ იცოდნენ მის ჩანაფიქრზე. განუწყვეტლად სვამდა სვიმონ მეფის სადღიგრძელოს. მისი დაჟინებით თავადებიც მიირთმევდნენ დიდ თასებსა და უზარმაზარ ყანწებს. მეფე სვიმონი მთლად მოითენთა კმაყოფილებით. ოქროს თასი სარკის მაგივრობას უწევდა. შიგი ხედებოდა და ტკბებოდა საკუთარი თავის ცქერით. ხმალი კი ქამარზე ავბედითად უბწყინავდა ზურაბ არაგვის ერისთავს. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე და გიბრუნდებით სერიათა ციკლით ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. დღევანდელ რიგით მესამე სიუჟეტში თქვენი ხილავთ თანამედროვე დაყოფით კასპის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებას, სახელწოდებით ქვემოჭალას და მის თავზე მდგომ ლეხურის ხეობისა და ტირიფონის გაშლილ ველების მოდარაჯე ცხვილოს იგივე სხვილოს ციხესიმაგრეს. დანარჩენს კი საუკუნეთა განმავლობაში ამ ადგილებზე განვითარებული ამბებისა და თავგადასავლების შესახებ თქვენ თავად უშუალოდ სიუჟეტიდან იხილავთ და მოისმენთ. წავედით. ნაწყვეტი მხატვრულად აღწერილი ფეოდალურ საქართველოში მომხდარი ამბისა, რომელიც თქვენ დღევანდელი სერიის პროლოგში მოისმინეთ, წარმოადგენს ნაწილს 6 ტომად დაწერილი რომანის სახელწოდებით დიდი მოურავი. ეს ნაშრომი თავის მხრივ ეკუთვნის მე-20 საუკუნეში მოღვაწე მწერლის ანა ანტონოვსკაიას კალამს, რომელიც ზემოთ ხსენებულ კრებულზე მუშაობდა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული 1958 წლის ბოლომდე. სიუჟეტის დასაწყისში მოთხრობილი ამბავი წარმოადგენს პოეტურ აღწერას მე-17 საუკუნის 30-იან წლებში მომხდარი რეალური მოვლენისა, რაც უშუალოდ განხორციელებულ იქნა სწორედ იმ ციხის კედლებს მიღმა, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. შეთქმულებას, რომელსაც შეეწირა ქართლის გამაჰმადიანებული ბაგრატიონი მმართველი, ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდები. მანამდე კი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გიამბობთ იმ საფორტიფიკაციო ნაგებობაზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც მოიხსენიება როგორც ცხვილოს, იგივე სხვილოს ციხის სახელით. გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოსწუა და ასწყდა და წარვიდა ქუეყანად, ხოლო ძემისი ლეონ იყო ერისთავად ქართლისა. წარვიდა მეფე აფხაზეთად და შევიდა კვირიკე ბოჭორმას. მაშინ შეეზრახნეს აზნაურნი ქართველნი და მათთანა კახნი, გოდერძი მგდეული, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი და მათთანა 50 აზნაურის სხვა და მიერთნეს კვირიკეს და უწყეს ბრძოლად ციხეთა და კუალადე უფლა კვირიკე მამულსა თვისსა. ეს გახლავთ ნაწყვეტი ისტორიული სახის თხზულებიდან მატიანე ქართლისაი. ხოლო ვითარება, რომელიც ამ კონკრეტულ ნაწილში აღწერილი, განეკუთვნება მე-10 საუკუნის პირველ ნახევარს. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი ფეოდალური საქართველო. დასავლეთში გვაქვს აფხაზეთის სამეფო, რომელიც ასე ვთქვათ მანამდე არსებულ ეგრისის სამეფოს გაგრძელებას წარმოადგენს. აფხაზთა მეფე გიორგი მეორე კი ისევე, როგორც იმ დროს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა სამეფოთა მთავრები, ცდილობდა თავის ძალაუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით განევრცელებინა. აღმოსავლეთში არსებობს ცალკე მდგომი პოლიტიკური ერთეული კახეთის სამთავრო, რომლის მმართველებსაც წარმოადგენდნენ ქორეპისკოპოსები. ასე ამგვარად მეფე გიორგი ლაშქრობს კახეთში, რისი მეშვეობითაც იგი აფართოებს მის ძალაუფლებას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. მაგრამ როგორც ხელნაწერიდან ირკვევა, აფხაზთა მეფის ამგვარი წინსვლა მიუღებელია ასევე ქართლის ფეოდალებისთვისაც. და სწორედ მათი დახმარებით კვირიკე, რომელიც გახლავთ იმ დროისათვის კახეთის ქორეპისკოპოსი, კვლავ იბრუნებს ძალაუფლებას მის სამფლობელოში. ზემოთ ხსენებულ ამბავში ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა კვირიკეს მომხრეთა რიგებში ქართველ ფეოდალთა შორის ისეთ პირთა ვინაობის ამოკითხვა, როგორიცაა დაჩი და ივანე სხვილოსელნი. მე თქვენთვის გასულ სერიებში არაერთხელ მithქვამს, რომ ფეოდალურ საქართველოში წარჩინებულთა გვარის წარმოშობა ხდებოდა სწორედ იმ ადგილთა მიხედვით, რომელიც მათ მამულად გააჩნდათ. ასე ამგვარად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო სახის ხელნაწერებში პირველად სხვილოს ციხის კვალის მიგნება შესაძლებელია მატიანე ქართლისაის მე-11 საუკუნეში შედგენილ თხზულებაში, რომელიც გვამცნობს, რომ ქართლის პოლიტიკურ ელიტის ერთ-ერთ წარმომადგენლებად ვინმე დაჩი და ივანე სხვილოსელნი გვევლინებიან. ჩვენ და სამწუხაროდ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება თუ საიდან იღებს სათავეს ეს ფეოდალური ოჯახი.
რა პერიოდში ფლობდნენ ისინი სხვილოს ციხეს, ან მის დაბლა მთის შედარებით მოვაკებულ ადგილზე განლაგებულ დღეისათვის უკვე ნასოფლარად ქცეულ დასახლებას, რომლის სახელწოდებაც ციხე-სიმაგრის მსგავსად სხვილო უნდა ყოფილიყო. როდის მოხდა ამ ოჯახის დამცრობა, ან რომელ სხვა ფეოდალურ გვარში ჰპოვეს გაგრძელება და საერთოდ რა ბედი ეწიათ მათ, ეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სრულიად ბურუსით არის მოცული. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ჩვენამდე მოღწეულ წყაროთა თანახმად, მართალია სხვილოს ციხე უკვე მე-10 საუკუნისათვის არსებობს, მაგრამ ეს არანაირად არ გამორიცხავს იმას, რომ ამ ალაგზე თავდაცვითი ნაგებობა და მის გარშემო დასახლება უფრო ადრეულ პერიოდშიც ყოფილიყო. უბრალოდ როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, მატიანე ქართლისაზე ძველი წყარო, რომელიც რაიმეს გვამცნობდა ამ ალაგთა შესახებ, ჩვენამდე არ მოღწეულა. სხვილოს ციხე-სიმაგრე შიდა ეზოში არსებული დარბაზით, ორსართულიანი ეკლესიით, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით, დახურული წყალსაცავითა და კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, რომელიც ჯამთა სვლით ნანგრევებად არის ქცეული, წარმოადგენდა სტრატეგიულ საფორტიფიკაციო ნაგებობას შიდა ქართლში, რომელსაც შეეძლო ეკონტროლებინა როგორც ლეხურისა და ქსნის ხეობები, ასევე ტირიფონისა და მუხრანის ველები. თავის მხრივ სხვილოს მტკიცე ნაგებობის მაღალი საბრძოლო პოტენციალი, როგორც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომი ერთ-ერთი სიმაგრისა, იყო გარანტი მისი უწყვეტად ფუნქციონირებისა მთელი ფეოდალური წარსულის განმავლობაში. შემდეგი წყარო, სადაც მისი ამოკითხვაა შესაძლებელი, მე-15 საუკუნის 80-იან წლებში, კონსტანტინე ქართლის მეფის კარზე წარდგენილი დოკუმენტია და ცნობილია ამილახვართა საჩივრის წიგნის სახელით. ამ უკანასკნელში ჩვენი დღევანდელი სერიის მთავარი ობიექტი რამოდენიმეჯერ ამოიკითხება მე-14 საუკუნის მდგომარეობით. ესე იგი მე-15 საუკუნეში ქართლის სამეფო დარბაზში განსასჯელად წარდგენილი საჩივარი სხვილოსთან დაკავშირებით გვამცნობს გასულ 1 საუკუნის წინ მომხდარ ამბებს. სანამ უშუალოდ მის განხილვას დავიწყებდე, შესავლის სახით გეტყვით, რომ ზემოთ ხსენებულ ამილახრებში იგულისხმება ზევდგინიძეთა, თანამედროვე ქართულით კი ზედგინიძეთა გვარის შვილები, რომელნიც წარმოშობით არიან მესხეთიდან, ხოლო მათი ნაწილი შუა საუკუნეებისათვის გადმოდის ქართლშიც. საჩივრის წიგნი კი, რომელიც წარდგენილია ქართლის მეფის კონსტანტინეს წინაშე, წარმოადგენს დავას ამ ოჯახის მფლობელობაში არსებულ სამამულო მიწებზე, რაც პრობლემურ საგანს წარმოადგენს იმდროინდელ ზევდგინიძეთა თავკაცებს შორის. ოდეს გიორგი მეფე ოფსეთით მოვიდა, სხვილოსი ამოწყვედილნი დახუდეს. ორნი ქალი დახუდეს სხვილოსელთა, ერთი კოჭლი. მეფემან ასე უბრძანა, კოჭლსა ქალსა ვინც შეირთავთ, ამას სხვილოსურსა მამულსა მოგცემ. ის კოჭლი შეირთო ზევდგინიძემან და უბოძა სხვილოსური მამული. ასე იწყება გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი დოკუმენტი, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან ისტორიულ წყაროს წარმოადგენს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ჩანაწერი გვიყვება მე-14 საუკუნის ამბავს, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, თუ რომელ მეფე გიორგიზეა საუბარი. ამ ეპოქისათვის ერთიან ფეოდალურ საქართველოს მონარქებად გვევლინებიან როგორც გიორგი მეხუთე ბრწყინვალე, ასევე საუკუნის მიწურულს გიორგი მეშვიდეც. თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ მოცემულობას, მართებულია იმის თქმა, რომ საუბარია ბრწყინვალეს მეფობაზე. რამე თუ სწორედ მის დროს ხდება, როგორც ქვეყნის ამაუხრებელ მონღოლთა ურდუების ალაგმოა, ასევე ამ უკანასკნელთა ხელშეწყობით შიდა ქართლში შემოსული და მის არაერთგზის გამძარცველი, ჩრდილო კავკასიიდან მოსულ ოსთა განდევნაც. როგორც წყაროდან ირკვევა, სხვილო სრულიად დაცლილია, რაც ნიშნავს იმას, რომ სოფელიცა და ციხე-სიმაგრეც უკაცრიელია. თუ ზემოთ ხსენებულ პოლიტიკურ მოცემულობას გავითვალისწინებთ, ლოგიკური იქნება იმის თქმა, რომ სხვილოს გავერანება უნდა მომხდარიყო, როგორც მონღოლთა დამსახურებით, ასევე შიდა ქართლში მოთარეშე ოსების მიერ, რომლებზეც არაერთი წყარო გვიყვება, რომ იმდენად იყვნენ გათავხედებულნი, რომ არათუ შიდა ქართლის სოფლებს არბევდნენ და ძარცვავდნენ, არამედ ამ მხარის ერთ-ერთი ცენტრალური საფორტიფიკაციო ნაგებობა გორის ციხეც კი გადაუწყობთ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მათი განდევნა გიორგი ბრწყინვალემ თითქმის 3 წლიანი ბრძოლების შედეგად შეძლო. მიუბრუნდეთ სხვილოს, სადაც მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში შემორჩენილ მაცხოვრებელთა შორის ჩანს მხოლოდღა 2 ქალი, რომელთაგან ერთ-ერთ დედაკაცზე დაქორწინების შემთხვევაში ზევდგინიძე მეფისგან მიიღებს სხვილოსაც და მის შემოგარენში არსებულ მამულებსაც. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ფეოდალურ საქართველოში ყოველთვის წინა ფლანგზე იყო წამოწეული საზოგადოების კლასობრივად დაყოფის საკითხი. ანუ უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მაგალითად ზევდგინიძე, რომელიც თან ახლდა მეფეს, თავად და რიგს განეკუთვნებოდა. ხოლო ქალი, რომელიც მას მონარქმა ურჩია, ისიც შესაფერისი, ესე იგი წარჩინებულთა კლასიდან უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შეუღლება არ მოხდებოდა. მაშინ ლოგიკურად კოჭლი ქალი, რომელიც სხვილოსელად არის ჩანაწერში მოხსენიებული, არათუ უბრალოდ ამ ადგილის მკვიდრად უნდა იქნას მიჩნეული, არამედ ამ შემთხვევაში წოდება სხვილოსელი უნდა მომდინარეობდეს იქიდან, რომ ის ან იმ ოჯახის წარმომადგენელი ან თუნდაც ქვრივია, რომელთაც ეპყრათ აქ მდებარე მამულები.
თუ ამ თეორიას ჭეშმარიტად მივიჩნევთ, მაშინ შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ეს ქალბატონი პირდაპირ კავშირშია იმ წარჩინებულთა შთამომავლობასთან, რომელნიც მატიანე ქართლისაის მიხედვით მე-10 საუკუნეში ქართლის ფეოდალებსა და აქაურობის ბატონ პატრონს, სხილოსელებს წარმოადგენდნენ. როგორც არ უნდა იყოს ზემოთხსენებული ამბები, დანამდვილებით რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ მე-14 საუკუნის პირველი ნახევრიდან ციხე-სიმაგრეცა და მასთან მდებარე მიწებიც გადადის ზევდგინიძეთა ოჯახის ხელში. ამ მომენტიდან თითქმის 4 საუკუნის განმავლობაში მესხური ფესვების მქონე ზევდგინიძე, იგივე ზევდგინიძეები ხდებიან განუყოფელი ნაწილი სხილოს მტკიცე ციხე-სიმაგრისა და ამასთან ერთად ეტაპობრივად მათ ხელში გადადის ქართლის მთელი რიგი დასახლებები. მიუხედავად ქართველ ისტორიკოსთა და მკვლევართა შორის გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობისა, ყველაზე აღიარებულ ვერსიას, რომელმაც ზევდგინიძეთა ოჯახის თავკაცების დაწინაურება გამოიწვია, წარმოადგენს ამბავი ერთიანი საქართველოს უკანასკნელი გვირგვინოსანი ბაგრატიონის, გიორგი მერვისა და იოთამ ზევდგინიძის შესახებ. როგორც ჩემს ახალ პროექტში ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან, ასევე დაკარგული დიდებული მესხეთის სიუჟეტებშიც მე არაერთხელ მისაუბრია გიორგი მერვის უკუღმა დატრიალებულ ბედიღბალზე. მაგრამ დღეს გიამბობთ იმ ამბავს, რისი მეშვეობითაც ეს ადამიანი იმ ნაადრევ სიკვდილს გადაურჩა, რასაც მას შეთქმულ ფეოდალთაგან აღმართული მახვილი უკადდა. ამის თქვენთვის უკეთ გადმოსაცემად მოვიშველიებ მე-18 საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსსა და გეოგრაფს ვახუშტი ბატონიშვილს, რომელიც გვამცნობს შემდეგს. შემოუჩინეს განდგომილთა მეფისათა, გიორგი მეფესა მოღალატენი, რათა მოკლან იგი. სცნა ესე იოთამ ზევდგინიძემ დაამხილა მეფესა ყოველივე. არამედ მეფემან არა ირწმუნა, ვინადგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა. მაშინ იოთამ ეტყოდა მეფეს, უკეთუს ცბი და არა ჭეშმარიტ არსო სიტყვა ჩემი. აცგევედრები რათა არა მოიკლა თავი ცუდად. არამედ ღამესა ამას მე დავწვევი საგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენ და მეფედ. გარნან უნდა ივიწყებ ძეთა ჩემთა. ვახუშტისეულ ცნობაში კარგად ჩანს, გარდა სამცხის ათაბა ყვარყვარე ჯაყელისა, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა მონარქს, გიორგი მეფეს კიდევ ყოლია სეპარატიზმითა და პირადი კეთილდღეობით ახსილი ფეოდალები, რომლებიც მზად იყვნენ მუხანათურად გამოესალმებინათ იგი სიცოცხლისათვის. და ამ გზით მოერღვიათ ერთიანი ცენტრალიზებული სამეფო. გიორგიმ როგორც ჩანს ვერ ირწმუნა, უფრო სწორედ ვერ დაიჯერა იოთამ ზევდგინიძის მიერ სააშკარაოზე გამოტანილი ეს მზაკრული ჩანაფიქრი. მაგრამ როგორც ჩანს, გარკვეულ დონეზე მაინც ეჯერა, რამე თუ უფლება მისცა იოთამს, მის ნაცვლად ვითომ და თვითონ იყო გიორგი ისე დაეკავებინა მისი საწოლი ოთახი. ხოლო ღამესა მას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ. ტახტის ერთგულება უფასდება იოთამს და სამადლებლად მისი შეწირული სულისათვის გიორგი მეფე ზევდგინიძის მემკვიდრეს უბოძებს სპასპეტობას ქართლისას, მოურაობას გორისას, ხოლო სამეფო კარზე ამილახორის იგივე ამილახრის თანამდებობას, რაც უშუალოდ მეფის დაქვემდებარებაში მყოფი საჯინიბოს უფროსობას ნიშნავს, ასევე უბოძებს სამთავის საგვარეულო სასაფლაოდ. ამ პერიოდიდან მყარად ეყრება საფუძველი იოთამის შთამომავალთა არა ზევდგინიძეთა გვარით, არამედ მათ მიერ სამეფო კარზე დაკავებული თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა ამილახორისაგან წარმომდგარი ამილახრის გვარიშვილებად მოხსენიებას. ამილახვართა უმთავრეს რეზიდენციას კი თავდაპირველად წარმოადგენდა მტკიცე და მრისხანე სხვილოს ციხე. ხოლო მოგვიანებით მე-16 საუკუნიდან დაწყებული მე-17-18 საუკუნეებით დამთავრებული, მათი მუდმივი სამყოფელი შედარებით ქვევით, ქვემო ჭალაში გადადის, სადაც ამილახრები აშენებენ ქვითკირის გალავნითა და კოშკებით შემოზღუდულ სასახლეებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საგვარეულოს თავკაცი, რომელიც ქართლის მეფის კარზე იყო დამტკიცებული, იწოდებოდა ამილახრად. ხოლო სხვა ამ დიდი ოჯახის წარმომადგენელნი, რომელიც განაწილებულნი იყვნენ მათი ოჯახის მამულებში შემავალ ქართლის სხვადასხვა დასახლებებში, იწოდებოდნენ ამილახორის შვილებად. ახლა კი კვლავ ქრონოლოგიურად მივყვეთ და გავაგრძელოთ საუბარი აქ განვითარებულ იმ ისტორიულ მოვლენებზე, რომელთა შესახებაც მოგვეპოვება ცნობები. ჯერ იდგება იმ ამბავზე, რაც აქ მოხდა მე-17 საუკუნის 30-იანი წლების მიწურულში და რომელიც დღევანდელი სერიის დასაწყისში გაყვრით უკვე ვახსენე. საუბარია შეთქმულებაზე, რომელიც 1630 წელს განხორციელდა სხვილოს ციხის კედლებს მიღმა. მას ორი მთავარი სულის ჩამდგმელი ჰყავდა, მაგრამ სანამ მათ ვინაობას გაგიმხელდეთ, საჭიროა მცირე დოზით მაინც გავიაროთ იმ დროის ქართლისა და კახეთის სამეფოებში არსებული ვითარება. ჩვენი ქვეყნის ისტორიულ აღმოსავლეთში ამ დროისათვის პოლიტიკურ ამინს ქმნის ყიზილბაშური ირანი, რომლის სათავეშიც დგას ქართველთ მოძულე, ხოლო მშობლიური ხალხისათვის ლომთან გაიგივებული შაჰ აბას პირველი. სწორედ ამ უკანასკნელის კისერზეა ქართლ-კახეთის მეფეთა ლუარსაბ და ალექსანდრე ბაგრატიონთა სისხლი. გარდა ამისა, მისი ბრძანებით მოუსწრაფეს სიცოცხლის დღეები კახეთის შემდგომი მონარქის თეიმურაზის დედას ქეთევან დედოფალს და პარალელურად ბაგრატიონ უფლისულებს ლევანსა და ალექსანდრეს.
ქართველთა მტარვალი შაჰ აბასი მისთვის სასურველი პოლიტიკის გასატარებლად ქართლში ჯერ ნიშნავს გამაჰმადიანებულ ბაგრატიონს, ბაგრატ ხანს, ხოლო შემდგომ მის შვილს სვიმონ ხანს, იგივე სიმონ მეორეს. მემკვიდრეებ ამოწყვეტილი და მოწამეობრივად აღსრულებული ქეთევან დედოფლის შვილი თეიმურაზ პირველი გახდა მეფე კი იმისათვის რომ არ გახდეს შაჰისა და მისი ყიზილბაშების ლუკმა თავს აფარებს იმერეთის სამეფოს. 1625 წელს სიტუაცია გარკვეულწილად იცვლება. რამე თუ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც შაჰ აბასის მიერ ყორჩიხა ხანის სარდლობით აღმოსავლეთ საქართველოს ასაუხრებლად გამოგზავნილ ყიზილბაშთა ლაშქარს ამარცხებენ ქართველები, რაშიც ლომის წილი მიუძღვის ირანულ ჯარებთან ერთად შემოსულ და შემდგომ მათ წინააღმდეგ შემოტრიალებულ დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს. სწორედ ასე მომწიფდა ქართველების გამარჯვება 1625 წლის 25 მარტს მარტყოფთან გამართულ ბრძოლაში შაჰ აბასის წინააღმდეგ, რამაც თავის მხრივ გამოიწვია თეიმურაზ მეფის კახეთში დაბრუნება. ამავდროულად იგი შეიქმნა ქართლის სამეფოს მთავარიც, რომელსაც მანამდე ირანელთა პოლიტიკის გამტარებელი სვიმონ, იგივე სიმონ ხანი მართავდა. ამავე წლის ივლისის თვეში შაჰ აბასის არმია კვლავ ბრუნდება ჩვენს მიწაზე, რა დროსაც მარაბდის ველზე ქართლ-კახეთის გაერთიანებული ძალები მარცხდება. ამ გამარჯვების შემდეგ შაჰი ქართლში გამგებლად ისევ სვიმონ ხანს ნიშნავს. ამ მოვლენებიდან 4 წლის შემდეგ დგება დღე შაჰ აბასის აღსასრულისა, რითიც ისარგებლებს თეიმურაზი და იმისათვის რომ გარდა კახეთისა ქართლზეც გავრცელდეს მისი ძალაუფლება, გადაწყვეტს სვიმონის მოშორებას. ამ ჩანაფიქრის თანაზიას და უშუალო შემსრულებელს წარმოადგენს ქართველი თავადი ზურაბ არაგვის ერისთავი. ხოლო შეთქმულების განხორციელების ადგილად კი გვევლინება ამილახვართა იმჟამინდელი რეზიდენცია, ანუ სხვილოს ციხე-დარბაზი. მეფე დაჰპირდა თიანეთის სამამულედ მიცემას, წერდა მე-17 საუკუნეში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე, რაც თავის მხრივ ცხადყოფს თუ რა მოტივი გააჩნდა ზურაბ არაგვის ერისთავს გამაჰმადიანებული გამგებლის მოსაკლავად. აქვე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სხვილოს ციხეში მყოფ სვიმონს ეჭვია რეპარებოდა ზურაბის ერთგულებაში. ეს მოცემულობა ძალიან მრავლის მთქმელია. პირველ რიგში ის მიგვანიშნებს, რომ ზურაბი ხანის მმართველობისას აუცილებლად მის მომხრეთა რიგებში იკავებდა ადგილს. მეორეს მხრივ კი ნათელს ხფენს ფეოდალის ბუნებას, რომ რომელი მხრიდანაც მეტი სიკეთე მოედინება, იგი სწორედ იქითკენ იხრება. ეს სურათი საბოლოო ჯამში გვაძლევს საშუალებას ზურაბის სახით წარმოდგენა შევიქმნათ, თუ რას ნიშნავს მედროვე ფეოდალი. ჩვენ და სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევებში სწორედ ასეთ ხალხს ხელეწიფებოდათ ქვეყნის ბედის გადაწყვეტა, რასაც ზუსტად იმ გზით ახდენდნენ, როგორც მათი კეთილდღეობა მოითხოვდა. სანამ ზურაბის ნამოქმედარზე საუბარს გავაგრძელებდეთ, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს უკანასკნელი იყო გიორგი სააკაძის ცოლის ძმა და როგორც მოურავის მხარდამხარ და ქვეყნის სასარგებლოდ აქვს ნაშიშვლები ხმალი, შემდგომად ასეთივე წარმატებით სააკაძის ამომგდებ ფეოდალთა რიგებშიც იკავებდა ადგილს. სხვილოს ციხეში, სადაც გარდა არაგვის ერისთავისა არაერთი ქართლის თავადიც იმყოფებოდა, რაღა თქმა უნდა სხვებსაც ეცოდინებოდათ ამ შეთქმულების შესახებ, მაგრამ უმთავრეს ფიგურას თავად ზურაბი წარმოადგენდა. ხინის შემდეგ, რომელიც ციხესიმაგრის დარბაზში გაიმართა, გვიან ღამით ერისთავი ამავე შენობის კედლებს მიღმა, ერთ-ერთ მოსასვენებელ ოთახში თავზე ადგება სიმონს და როგორც ბერი ეგნატაშვილი გადმოგცემს, ძინარე სარეცელსა ზედა ღალატად მოკლა იგი, წარკვეთა თავი და წარსცა ბატონს თეიმურას. სანამ სხვილოს ციხესთან დაკავშირებულ შემდეგ ისტორიულ მოვლენას განვიხილავდეთ, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან მაყურებელი არაგვის ერისთავი ზემოთ მოთხრობილი ამბიდან მალევე თავად შეიქმნა მსხვერპლის შეთქმულებისა, რომლის სულის ჩამდგმელი კვლავაც თეიმურაზ მეფე გახლდათ. რაღა თქმა უნდა, არც მონარქს მოსდიოდა თვალში მოღალატე გუნების მქონე თავადი, თანაც ისეთი ძალაუფლების პატრონი, როგორიც არაგვის ერისთავი იყო. ამ მიზნით სოფელ საფურცლეში მეფისგან ნადიმზე მოწვეული ერისთავი სიცოცხლის გამოასალმეს იმ წარჩინებულებმა, რომელთაც ისედაც ბევრი მიზეზი ჰქონდათ მის დამის სამტროდ. 1632-1633 წლებში, როდესაც ირანში შაჰაძის აბას პირველის შვილიშვილი სეფი საქართველოსკენ ირანული ლაშქრით მოემართება კიდევ ერთი გამაჰმადიანებული ბაგრატიონი, ქართველთათვის ცნობილი როგორც როსტომ ხანი. შემოსვლის მიზანი თეიმურაზ მეფის ქართლიდან გაძევება და როსტომის გამეფებაა. მიუხედავად კახეთის ბაგრატიონის თეიმურაზის სამზადისისა, მან ვერ შეძლო წინ აღდგომოდა როსტომსა და მის ირანელებს. ამას გარდა უნდა ვიცოდეთ, რომ ქართლის თავადთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც წინად ერთგულებას თეიმურას ეფიცებოდნენ, თავისი ფეხით იახლენ როსტომს და მის ქვეშევრდომებად აღიარეს თავი. თითზე ჩამოსათვლელს წარმოადგენდა იმ ფეოდალთა რიცხვი, ვინც ერთგული დარჩა მეფისა. ასეთთა რიგებში იყო იმდროინდელ ამილახვართა ოჯახის თავკაცი იოთამი. სწორედ იოთამ ამილახვრის დაუმორჩილებლობის და გამო 1636 წელს განრისხებულმა როსტომ ხანმა ალყა შემოარტყა სხვილოს ციხეს სიმაგრეს და არც თუ მარტივად, მაგრამ მაინც შეძლო მისი აღება. ამ ბრძოლის შედეგად სხვილოს ციხე-დარბაზი ძალზედ დაზიანებულა.
როსტომმა ცხვილოს ციხე დააქცია, საამილახორო დაარბივა და გორს დაბრუნდა. გვამცნობს ისტორიული წყაროები. იოთამი მარცხის შემდეგაც დიდხანს იდგა თეიმურაზის გვერდით. მასთან ერთად ხანკახეთში იმყოფებოდა, ხანაც კი იმერეთში. მაგრამ საბოლოოდ 1646 წელს ისიც იახლა როსტომს. ქართლის მეფემ შეიწყალა იოთამი, კვლავ დაუბრუნდა ამილახვრობა და მის მფლობელობაში შემავალი მამულები. თუ აქამდე ძირითადად საუბრობდი ცხვილოს ციხეზე და მასთან ერთად გაჩვენებდით მის დაბლა მთის შედარებით მოვაკებულ ადგილზე მდებარე ნასოფლარს, დროა უფრო ქვევით იმ სოფლისკენაც გადავინაცვლოთ, რომელსაც მოიხსენიებენ ქვემო ჭალის სახელით. ამილახვართა რეზიდენციის გადმოტანა მთიდან ბარში ძირითადად ისეთი მოვლენით იყო განპირობებული, რომელსაც ჩვენს ისტორიაში ლეკიანობის სახელით მოიხსენიებენ. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, თუ წინად მონღოლები, ირანელები, ოსმალები თუ სხვა საქართველოს დაპყრობის სურვილით აღსავსე ხალხი უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ სტრატეგიულ სიმაღლეებზე მდებარე საფორტიფიკაციო ნაგებობათა აღებას, რათა ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის კონტროლის სადავეები, მათგან ბევრად განსხვავებული მიდგომა გააჩნდათ იმ ჩრდილო კავკასიელ ტყვეთას ყიდვით დაინტერესებულ ადამიანებს, რომელთა ერთობასაც საქართველოში ლეკებს უწოდებდნენ. ამ უკანასკნელთ მთავარ სამიზნედ აღმოსავლეთ საქართველოს ჰქონდათ ამორჩეული. მათ დამახასიათებელ საბრძოლო ტაქტიკას წარმოადგენდა მოულოდნელი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ანუ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მათი ქართულ სოფლებში გამოჩენა მსგავსი იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნისა. ასეთი მოცემულობა თავადებს უბიძგებდა ყოფილიყვნენ უფრო ეფექტურნი მათ მამულებში მაცხოვრებელ ყმათა დაცვის საქმეში. რამე თუ სწორედ ასეთი ხალხის შრომის შედეგად იქნებოდა ის დოვლათი, რაც განაპირობებდა ფეოდალთა ეკონომიკურ სიძლიერეს. ამ პრობლემასთან ბრძოლის თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა მთაში მდგომი რეზიდენციების გადმოტანა ბარში, უშუალოდ იმ სოფლებთან, სადაც მათი ქვეშევრდომები ბინადრობდნენ. ასე სახლდებიან ამილახვრებიც მე-17 საუკუნისათვის ქვემო ჭალაში. აგებენ ციხე დარბაზებს და ზღუდავენ მათ მტკიცე გალავნებით, რათა უკეთ მოახდინონ მათი სამკვიდროსა და მასში მაცხოვრებელთა უსაფრთხოება ჩრდილო კავკასიელთა მოსალოდნელი თავდასხმებისაგან. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მართალია მუდმივი სამყოფელი, ანუ ეგრეთ წოდებული საამილახვროს ცენტრი. ქვემო ჭალაში გადავიდა, მაგრამ სხვილო ძველებური სიმტკიცით. როგორც ციხე კვლავ აგრძელებდა არსებობასა და ფეოდალურ საქართველოს სამსახურში დგომას. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ქვემო ჭალაში მდგომ მთავარ ციხე დარბაზს, სადაც უშუალოდ ამილახორი იჯდა. დღემდე შემორჩენილ ნაგებობათაგან განირჩევა ქვითკირით შემოვლებული გალავნის უკიდურეს დასავლეთითა და აღმოსავლეთით გარნიზონისათვის განკუთვნილი ცილინდრული ფორმის კოშკები, ხოლო მათ შორის ციტადელი, რომელიც შედგებოდა რამოდენიმე საცხოვრებელი ფუნქციის მქონე სართულისაგან. თავდაპირველად ეს ოთხკუთხედი ფორმის მქონე კოშკი ყოფილა სამრეკლო მის მეზობლად მდგომი ტაძრისა. ეკლესია, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, წარმოადგენს დარბაზული სტილის ამილახვართა კარის სალოცავს, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილ სამშენებლო წარწერითაც თუ ვიხელმძღვანელებთ, იგი აგებულ უნდა იყოს გივი იოთამისძე ამილახვრის ბრძანებით. უშუალოდ ტაძრის აშენება კი დავალებული ჰქონია სახლ ხუციშვილს პაპუა ქარუმიძეს. თუ ციხე დარბაზ დრონის მეშვეობით ზეთხეთში დავაკვირდებით, მისგან არც თუ მოშორებით აღმოსავლეთით შევამჩნევთ კიდევ ორ კოშკს. მართალია თანამედროვე პერიოდში ამ ნაგებობათა შორის სოფლის ცენტრალური გზა გადის, მაგრამ თავდაპირველი დაგეგმარებით ამ ტერიტორიაზე სრულიად უნდა ყოფილიყო გაშენებული როგორც თავდაცვითი, ასევე საცხოვრებელი ტიპის შენობები, რომელთა შემომზღუდავ უკიდურეს წერტილებს კოშკები წარმოადგენდნენ. ამილახვართა ქვემო ჭალაში მდგომ სიმაგრეთა ფონზე კარგად ჩანს მე-17-18 საუკუნეებისათვის შესაფერისი დაცული დასახლების მოდელი. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად ასეთი შემზადებისა, ხშირად ლეკიანობის წინააღმდეგ მსგავსი მტკიცე ნაგებობებიც კი ვერ წარმოადგენდა 100%-იან თავდაცვის გარანტს. ამის მაგალითია 1728 წელს მომხდარი ამბავი, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილს შემდეგნაირად აქვს ჩაწერილი. მოადგნენ ლეკნი ჭალას, მოკლეს ამილახორ რევაზის შვილი ერასტი და შემუსრეს ჭალა. გამოიყვანეს 1000 სულნი ტყუედ და წარვიდნენ. ამ ცნობას თუ კარგად გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ლეკთა რაზმი საკმაოდ მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო. რამე თუ როგორც ჩანს, მათ უშუალოდ შეუღწევიათ ამილახორთა სიმაგრეებში, რა დროსაც ბრძოლაში მოუკლავთ რევაზ ამილახურის შვილი ერასტი. ასევე საფორტიფიკაციო ნაგებობათა შიდა სივრცეებში ლეკთა შეღწევაზე მეტყველებს სიტყვა გამოყვანა, რომელსაც ვახუშტი ხმარობს ტყვეებთან მიმართებაში. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ეს ქმედება პირდაპირ მიგვითითებს სიმაგრეში შეფარებულ მოსახლეობის დატყვევებაზე და იქიდან მათ გამოყვანაზე. და თუ ავტორის მიერ დაწერილი ციფრი 1000 რეალურია, რომელშიც ლეკთა მიერ შეგროვილი ადამიანები იგულისხმებიან, მარტივი წარმოსადგენი არა მასშტაბის უბედურებასთან გვაქვს საქმე. შემდგომი ისტორიული მოვლენა, რომელიც უკავშირდება როგორც ქვემო ჭალას, ასევე სხვილოს ციხეს, გახლავთ 1742 წელს გივი ანდუყაფარის ძე ამილახურის მიერ დაწყებული აჯანყება ირანელთა და მათი მმართველი ნადირ-შაჰის წინააღმდეგ.
ვინც ჩემს YouTube არხს თვალსადევნებთ, გემახსოვრებათ პირველი სერია სურამზე, სადაც სურამის ციხის განხილვისას ვისაუბრე გივი ამილახვრის აჯანყებაზეც. რამე თუ ყიზილბაშთა წინააღმდეგ თითქმის 3 წლიანი ამბოხის ბოლო დასკვნითი ეტაპი სწორედ რომ სურამის ციხეში 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვეყანა ოხერი შეიქმნა და არა გამოდიოდის რაო. ვეღარ შევძელ სამსახური ხელმწიფისა და წაველო. ასე ჟღერს აჯანყების დაწყების წინ გივის წარმოთქმული პაპუნა ორბელიანის ჩანაწერების მიხედვით. ამილახვარს არაერთი ქართლის ციხე მოჰყავს მზადყოფნაში და მათ შორის რა თქმა უნდა ქვემო ჭალისა და სხვილოს სიმაგრეებიც. ამ დროს ქართლის გამგებელია თბილისში მჯდომი იმამ ყულიხანი. იგი საგანგებოდ შეგროვილი ძალით მოემართება აჯანყებული გივისკენ, რა დროსაც იკავებს ქვემო ჭალაში ამილახვართა ციხეს და ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისათვის სხვილოს მტკიცე კედლებში დაბანაკებული ამილახვრის წინააღმდეგ. იგი მალევე შეტევაზე გადადის და როგორც ზემოთ ხსენებული პაპუნა ორბელიანი წერს, გამოვიდა ამილახვარის სხვილოს ციხით, აიყარა ხანი ჯარითა მძიმითა, იყვის ომი ფიცხელი, დაიხოცის ორნითვეულ რიცხვი. როგორც გივი ანდუყაფარის ძის აჯანყებულთა ბანაკიდან, ასევე იმამ ყულიხანის ლაშქრიდანაც ბევრი დაიღუპა, რის შემდეგაც ირანელებმა დატოვეს ქვემო ჭალა, ხოლო ამილახვარი კვლავ წინანდელივით დაუცხრომლად ელოდებოდა ახალ თავდასხმას სხვილოს ციხეში. როგორც მემატიანეთა ჩანაწერებიდან ირკვევა, მცირე ხნის შემდეგ ყიზილბაშები ქართლში ახლა უკვე ფათალი ხანის მეთაურობით შემოდიან და კვლავ მარცხდებიან სხვილოს ციხის კედლების სიახლოვეს გივი ამილახვარის მიერ. ამის შემდეგ ირანელები ამილახვართა მამულებში და მათ სიახლოვეს აბსოლუტურად ყველა იმ საფორტიფიკაციო ნაგებობას იღებენ, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა გივის. მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სხვილოს, იგივე სხვილოს ციხის აღება მათ აუსრულებელ საწადელად დარჩათ. მაშინაც კი, როცა სურამის ციხეში გამაგრებული გივი საბოლოოდ დათანხმდა აჯანყების შეწყვეტაზე, მისი წინაპრების უძველესი რეზიდენცია კვლავ წინანდელი სიმტკიცითა და შეუვალობით აღმართულიყო მაღალი მთის ქედზე. ასევე აღნიშვნას მოითხოვს ის ფაქტიც, რომ სანამ ამილახვრის ჯანყი ჩაცხრებოდა, 1754 წლისათვის იმ დონემდეც კი მივიდა საქმე, რომ იმდროინდელი მესხეთის მმართველი, ანუ ახალციხის ფაშა, გამაჰმადიანებული უსუფ ჯაყელი, ოსმალთა და ლეკთა გაერთიანებული ჯარით ქართლშიც კი გადმოდის და ისე ჩადის გორამდე, რომ გზად სხვადასხვა ქართულ სოფლებს აწიოგებს. ამ ქმედებას სარჩულად რა თქმა უნდა ოსმალეთის იმპერიის პირადი ინტერესებიედო, მაგრამ ერეკლე ბატონიშვილი კახეთის ჯარით გადმოდის ქართლში და 1754 წელს არაგვის ჭალაში ამარცხებს ოსმალო ლეკებს. ამ უკანასკნელთაგან ნაწილი გარბის სხვილოს ციხისკენ, მაგრამ მათ ფეხთაფეხ კვალში მისდევს ერეკლე მეორე. კახთ ბატონს სხვილოს ბუმბერას კედლებთან საკუთარი ხმლით გამოუსალმებია სიცოცხლეს ლეკთა ბელადი მალაჩი, ხოლო სხვილოდან კვლავ გორის მიმართულებით გაქცეული თავზარდაცემული ოსმალონი და ლეკნი საბოლოოდ გორის ციხიდან გამოსულ თეიმურას ამოუწყვეტავს. საინტერესოა ჩვენამდე მოღწეული თქმულებაც სხვილოს ციხეზე, რომელიც ორი გვაქვს და შემდეგ ამბავს გვიყვება. ყიზილბაშებს ერთ ღამეს ზარბაზნები დაუშენიათ ციხისთვის და კონგურები მოუნგრევიათ. ქართველებს იმავე ღამეს მოუწველიათ ძროხები, ბრძეში კირი გაუხსნიათ და დანგრეულის თავიდან აღდგენა დაუწყიათ. მშენებლობისას რძე რომ დაკლებიათ, მაშინ მეძუძურ დედებს მკერდიდან გამოუწველიათ და დილამდე კონგურები მაინც აღუდგენიათ. მეორე დღეს ბრძოლის განახლებისას კი ყიზილბაშთა ზარბაზნებს ახლა დამოყვანილი კონგურები ვეღარ ჩამოუნგრევიათ. ამ ლეგენდის პარალელურად არსებობს მეორე ამბავიც, რომლის თანახმადაც სხვილოს ციხეს ლეკები შესევიან და გალავანში დაბანაკებულან. სხვილოსელებს იარაღის ნაკლებობის გამო მტერი ვერ მოუგერიებიათ. მაშინ ლეკებისათვის ერთ ქართველ ქალს ტყვია წამალი მოუპარავს და თანამემამულეთათვის მიუწოდებია. სხვილოელები გამხნევებულან გალავანს შესევიან და ლეკები დაუმარცხებიათ. არავინ იცის ამ თქმულებებში რა სინამდვილე და რა გამოგონილი, მაგრამ ორივე ლეგენდაში მამაკაცების დამხმარედ და შეიძლება ითქვას დასაყრდენ ბურჯადაც ქართველი ქალია გამოყვანილი, რომელსაც ძნელბედობის ჟამს შესწევს ძალა გაიღოს ისეთი მსხვერპლი, რომელიც მის ქვეყანას დაღუპვისაგან გადაარჩეს. მე-19 საუკუნიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს სამეფო სამთავროები ერთმანეთის მიყოლებით ანექსირებული იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, სხვილოს ციხეც, ისევე როგორც საქართველოში არსებულ საფორტიფიკაციო ნაგებობათა უმრავლესობა კარგავს თავის ფუნქციას. მაგრამ აქ ერთი განსხვავებაა, იმ კუთხით, რომ სხვილოს საუკუნოვანი მყუდროება კვლავ ირღვევა 1905-1907 წლებში. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ასწლეულების განმავლობაში ფეოდალური საქართველოს გუშაგი ხდება შეკრების ადგილი ქართლელი რევოლუციურად განწყობილი გლეხობისა. 1905 წელს აქ თავს იყრის გორის მაზრაში შემავალი სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები, რომელთა რაოდენობაც 1500 კაცს აღწევს. ამ თავყრილობისათვის სპეციალურად ჩამოდის ცნობილი რევოლუციონერი მიხეილ დავითაშვილი, რომელიც აქ შეკრებილ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებს.
ლოზუნგებით გაჯერებული შეკრების მონაწილენი სხულოს ციხიდან ჩადიან ქვემოჭალაში, მართავენ დემონსტრაციას, რომლის ფარგლებშიც არბევენ და წვავენ მემამულეთა სახლ კარს და მათ შორის სოფლის ცისხლსაც. მეფისა მტერსა ლახვარი, ვამტკიცებ ამი ლახვარი. ეს გახლავთ წარწერა, რომელიც ერთ დროს ამოტვიფრული იყო იმ შენობის აღმოსავლეთ ფასადის ფილაზე, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ნაგებობა წარმოადგენს ამილახვართა საცხოვრებელთაგან ყველაზე გვიანდელს და განეკუთვნება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარს. მას მოიხსენიებდნენ ამილახვართა სახლის, უფრო სწორედ სასახლის სახელით. რამე თუ არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს ისეთი არქიტექტურის მქონე ნაგებობას, როგორსაც ეს უკანასკნელი თავის დროზე წარმოადგენდა. ამაში უკეთ დარწმუნდებით თუ დააკვირდებით არქივში დაცულ ფოტო მასალას, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. როდესაც ბოლშევიკებმა საქართველოს გაწითლება მოახდინეს და ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის განუყოფელ ნაწილად აქციეს, აქტიურად შეუდგნენ თავადთა შევიწროვებას. კომუნისტები ამ ყველაფერს ფუთავდნენ ისე, თითქოს და ისინი ეწეოდნენ სამართლიანობის აღდგენას და სწორედ ამ მიზნით ჩაგვრელებს, ანუ თავად აზნაურობას, რომელიც წარსულის გადმონაშთს წარმოადგენდა, ართმევდნენ ქონებას, რითაც მათ თანასწორს ხდიდნენ საზოგადოების დანარჩენ წევრებთან. ყველაფერი იწყებოდა თავადის გვარიშვილების მფლობელობაში არსებულ უძრავი ქონებისა და ავლადიდების კონფისკაციით, ხოლო შემდგომი ეტაპი მათი დევნა იყო. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ სხვა თავადების მსგავსად ამილახვართა სასახლის კონფისკაციაც მოახდინა. გამოსახლების დროს აქ მაცხოვრებელმა ივანე და მიხეილ ამილახვრიშ შთამომავლებმა სასახლიდან წამოიღეს ის, რაც მხოლოდ ერთ ურემზე დაეტია. კომუნისტები ამილახვართაგან დაცარიელებულ სასახლეს წლების განმავლობაში სხვადასხვა პერიოდებში განსხვავებული ფუნქციით იყენებდნენ. აქ იყო როგორც ფოსტა, ასევე სატელეფონო სადგური, ამბულატორია და კოლმეურნეობის საწყობებიც კი. ასევე საბჭოთა ხელისუფლების დროს არის აშენებული სკოლა, რომელიც მდებარეობს მე-18 საუკუნეში ამინინდუ ავთანდილის ძე ამილახვრის მფლობელობაში არსებული სასახლის ადგილზე. ამილახვართა რეზიდენციის ამ ნაწილში შემავალი ნაგებობებიდან დღეს მხოლოდ დარბაზული სტილის ტაძარი და ცილინდრული ფორმის კოშკიღაა შემორჩენილი. განსხვავებით კოშკისა და აქ მანამდე არსებული სასახლისა, დარბაზული ეკლესია სახურავის უკიდურეს დასავლეთ ნაწილზე დაშენებული სამრეკლოთი წარმოადგენს ყველაზე გვიანდელს, კერძოდ კი 1774 წელს ამინინდუ ამილახვრის ბრძანებით აგებულ ნაგებობას. მიუხედავად ამილახვართა რეზიდენციათა გარკვეულ სახეცვლილებისა, რომელიც გამოწვეულ იქნა როგორც ჯამთასვლით, ასევე მე-20 საუკუნეში წარმოებული სამშენებლო პროცესებით, ქვემოჭალაში მოსული და ამ ნაგებობათა შემხედვარე, მაინც გახდები მსხვერპლი იმ შეგრძნებისა, რასაც შენი ქვეყნის ფეოდალურ წარსულში მოგზაურობის განცდა წარმოადგენს. და რამდენი ხანიც არ უნდა გაატარო მისი ისტორიული კედლების თვალიერებაში, წამოსვლისას მაინც გაგიჭირდება ამ ყველაფერთან განშორება. ხოლო ქვემოჭალიდან გამოსული და თბილისისკენ მიმავალი, თუ ავტობანიდან მარცხნივ მთის უმაღლეს წერტილისკენ გაიხედავ, კვლავაც მოკრავ თვალს ლეხურის ხეობისა და ტირიფონის გაშლილი ველის საუკუნოვან მცველს სხვილოს ციხეს, რომელიც ჩვეულებისამებრ შეუვალი, ქვითკირით ამოყვანილ მაღალ და სქელ კედლებში საგულდაგულოდ ინახავს მის თავზე გადახდენილ გარდასულ ამბებს. ასე ამგვარად, დღევანდელი სერიაც ისტორიული ეპიზოდები ქართლის დასასრულს მიუახლოვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დაგემშვიდობოთ, მანამდე კი დაგიტოვებთ თხოვნასა და მოწოდებას, რაღა თქმა უნდა, ვისაც მოგცემთ. ჩემს მიერ შემოთავაზებული ისტორიული სახის სერიები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ კიდევ არაერთ ახალ სიუჟეტს, როგორც მესხეთზე, ასევე ქართლზე. დროებით.